მოგესალმებით ყველას ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვამზადებ ზაფხულის ყველაზე სეზონურ კერძ აჯაფსანდალს. ამისთვის მე მაქვს ბადრიჯანი, კილო-ნახევარი, ასევე მაქვს პომიდორი, კილო-ნახევარი, ბულგარული წიწაკა 4 ცალი, კარტოფილი 4 ცალი, ხახვი 2 თავი, ასევე ნიორი 4 კბილი. მაქვს ასევე მწვანილები, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და ასევე ქონდარი. თითო შეკვრა ყველაფერი. მაქვს ასევე ზეთი, სუნელები, უცხო სუნელი, ხმელი ქონდარი და შავი პილპილი. და ასევე, რა თქმა უნდა, მარილი. პირველ რიგში ბადრიჯანს გავთლი, გავათავისუფლებ ქერქისგან, მოვაზრდი ყუნწებს და დავჭირი კუბიკებად. ასევე პომიდორს გავხიხავ და მოვამზადებ პომიდორის წვენს, ბულგარულ წიწაკებსაც დავჭიროთ კუთხედებად, ასევე დავჭირეთ კარტოფილს და ხახვს. მოვამზადებ ბოსტნეული, ბადრიჯანი გავთვალე და დავჭერი, ეს წვრილ ნაჭრებად. ასევე გავხეხებ პომიდორი და მოვამზადებ პომიდორის წვენი. კარტოფილიც დავჭერი ეს წვრილ ნაჭრებად. ასევე ბულგარულიც და ხახვიც. მე აჯაფსანდალს ვამზადებ ძალიან მარტივად, ცალკე არაფერს არ ვშუშავ, ყველაფერს ვათავსებ ქვაბში, ფენა და ასე ვშუშავ. გამოდის უგემრიელესი ასე მომზადებული. პირველად ვყრი კარტოფილს, შემდეგ ვამატებ ხახვს. შემდეგი ფენა მოდის ბადრიჯანი. ვამატებ ბულგარულს. ბოლოს ვასხავ პომიდორის წვენს. ამოვურევ კარგად. გადავანაწილებ და მოვასხავ ზეთს. ამ ყველაფერს კოვზით ამოვურებ, რომ ზეთი და პომიდორის წვენი ძირში ჩავიდეს, რომ მოთუშეს კარგად მოითუშოს და ძირი არ მოაწვეს. და ამ ყველაფერს მომზადებულს დავდგავ დაბალ ცეცხლზე. თავდახულში ვშუშავ დაბალ ცეცხლზე. ასე მომზადება ძალიან მარტივად, სწრაფად არის ძალიან უგემრიელესი. როდესაც უკვე ჩაითუშება, მოვხდი სახურავს და ამოვურევ. შემდეგ ისევ დავაფარებ და გავაგრძელებ მოშუშვას. სანამ ბოსტნეული იშუშება, მანამდე დავჭრე წვრილად მწვანილს და ნიორს.
ამოვურევთ მოშუშულ ბოსტნეულს და დავამატებთ სუნელებს. სუნელებად მაქვს როგორც უკვე აღვნიშნე უცხო სუნელი, ხმელი ქონდარი და შავი პილპილი. ხოლო შემდეგ უკვე ჩავამატებთ დაჭრილ მწვანელს და ნიორს. ამოვურევთ კარგად და ვამატებთ ასევე მარილს გემოვნებით. დავაფარებთ ხუბს და დავტოვებთ ასე რამოდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ გადმოვიღებ უკვეთებშზე. აი ესეთია ჩვენი აჯაფსანდალი. ძალიან გემრიელი სურნელით. ამ ხერხით მზადდება ძალიან მარტივად, იოლად და რაც მთავარი არის უგემრიელესი. აი ესეთი იყო დღევანდელი ვიდეო. გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვას და რაოდენობას, როგორც ყოველთვის ვიდეოს მოცემულ აღწერილობაში დაგიტოვებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მე კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.